ძალიან ხშირად შედიან მშობლები ბავშვების საძინებელ ოთახში ისე რომ არ აკაკუნებენ. ძალიან მარტივია, ხომ? ანუ დაახლოებით 1 წამის ქმედება არის, როდესაც მშობელი პატივისცემას გამოხატავს ბავშვის მიმართ მსგავსი რაღაცებით. მქონდა ძალიან რთული პრაქტიკული გამოცდილება, როდესაც მოიყვანეს ჩემთან ბავშვი. ქცევითი სირთულებით, მაგრამ წინაპირობა იყო ის, რომ რეალურად გახსნილი ბავშვი იყო აქტიური და ჰქონდა დღიური, სადაც მის დღის განმავლობაში რაც ხდებოდა, მის თავს ყველაფერს ინიშნავდა ხოლმე. მშობელმა გახსნა, წაიკითხა და გარკვეული პერიოდის შემდეგ უკვე ბავშვი შინაარსობრივად მოუყვა მის მიერ დაწერილი. აქ უკვე ისე დაირღვა რეალურად ბავშვის პირადი სივრცე, რომ მის აღდგენას ძალიან დიდი ძალისხმევა და დიდი დრო დასჭირდა. სწორედ როდესაც მშობელი მოდელირებას აკეთებს, რომ აი მე შენს პირად სივრცეს პატივს ვცემ, ამის შემდეგ უკვე ბავშვთან შემოდის ის, რომ თუ დედამ და მამამ პატივისცემს ჩემს პირად სივრცეს, იგივე მოლოდინი უნდა მქონდეს გარე სოციალური ურთიერთობიდან. მათ შორის ბავშვს უნდა ვასწავლოთ სხვისი პირადი სივრცის და პირადი საზღვრის პატივისცემა, რადგან ეს ორი ერთმანეთის გარეშე არ არსებობს. სწორედ ეს ხდება ხოლმე, რომ სოციალურ ურთიერთობაშიც პედაგოგთსაც შესაბამისად არ შევა პედაგოგის კაბინეტში დაკაკუნების გარეშე, რაღაც კონკრეტულ ნივთს სტუმრად ყოფნის დროს არ აიღებს ნებართვის გარეშე, რადგან მის სახლშიც და მისთვის კომფორტის ზონაშიც მსგავსი ქმედებები ხდება ხოლმე.